გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, პეტიერება, სიხარული, რაღაც თავარია ფუფალი იყო ჩვენთან. გავაგრძელოთ ჩვენი ეგრეთ წოდებული მოგზაურობა შემეცნებითი ტრაილერის ზღვრიდან დანახული ამერიკა. ტრაილერის ზღვარი რო ხარ, ერთი უპირატესობაა, აი ტურისტებისგან განსხვავებით. ეხლა ტურისტები თუ მიდიან ისეთ ადგილებში, წინასწარ დაგეგმილი ან გაჭრილი მიმართულებისგან გამომდინარე, ტრაილერის ზღვარი სხვებისგან განსხვავებით ისეთ ადგილებში მიდის, რომ ეს ტურისტები 100 წელი ვერ მოხვდებიან. აქედან გამომდინარე, ტრაილერის ზღვარი შედარებით თუ აქტიური ტიპია და ინტერესებითა აღჭურვილი, უფრო ბევრ საინტერესო და შემეცნებით ადგილებს ვნახულობთ. ნუ ჩვენ ვცდილობთ ასეთი ტრაილერის ზღვრები ვიყოთ და შეძლებით რაგვარად ვაჩვენოთ ეს ყველაფერი, რასაც პირადად ხედავთ. ნუ წარმოვიდგინეთ, ახლა ჩვენ ვიმყოფებით მისურში. ახლა აი ესეთ ადგილებში უფრო სოფლის მეურნეობის რაიონებში დავდივართ ახლა. და თავისუფლად ასეთ ვიზის ზედაპირულად მაინც ხვდები და ხსნი როგორ ცხოვრობს ადგილობრივი ხალხი სოფლებში. მით უმეტეს ჩვენ ახლა ისეთი რაღაცა მიგვაქვს. ბალახი საჭრელი მანქანა, ხო? ბევრი რომ არ ვილაპარაკო და ცოტა აზრი ვერ ჩამოვაყალიბე კარგად, მაგრამ უბრალოდ სოფლის მეურნეობის რაიონებში დავდივარ და ვუყურებთ რა ხდება. ძირითადად ამ დასახლებებში, დასახლებაც არა, ნახეთ, აი ერთი სახლია, საკმაოდ კარგი სახლია, ნახეთ. აქეთ სათავსოა და სავარაუდოდ ეს მთელი მინდორი და ეს მთელი სამფლობელო მისია. ესე იგი, როგორც შედება, არის მიწა, ამ მიწაზე მოყავს სავარაუდოდ ან სიმინდი, ან ხორბალი, ან ქერი. ან ყავს როხები. ისდევს მესაქონლეობას. ეხლა ზამთარია და ნუ ერთ თვეში, ალბათ მარტის თვეში უკვე ეს მიწები უკვე თესვის პროცესი წავა რა. აი ეს მთელი მიწები სავარაუდოდ აი ამ კაცისა. ესე თავისებური ფსიქოლოგია გინდა ხო? აი თქვათ ახლა ცხოვრობ აი ამ სახლში, მეზობელი საკმაოდ კოხტა მშვენიერი სახლია, ორსართულიანი. ცხოვრობ ახლა, აი შენი მეზობელი გაიხედავ, გამოიხედავ, სად არის შენი მეზობელი, არ ჩანს. ალბათ 1-2 მაილშია იქით. მახსენდება ხოლმე ზოგჯერ. არა მარტო ქალბატონებიც არ არის თვითონაც ყოფილა მისაუბრია, რომ მისაუბრია სადმე აი სოფელში ვიცხოვრებდი. ხო არის ხოლმე ვამბობთ ხოლმე, ხო აი რა ქალაქი, რა თქმა ეს ქალაქი სოფელში წავალ ვიცხოვრებ და ასე შემდეგ. მაგრამ მე ხშირად არის ხოლმე რომ მეუღლეებს შორის არის ხოლმე ასეთ საუბარი. არა, სოფელი კარგია, მაგრამ აი ღამე რა დარჩება იქ მარტო. ნუ ეხლა თუ მჭირო დასახლებული სოფელია, კი, მაგრამ მაინც ჩვენ ქალბატონებს, მანდილოსებს მარტო დარჩენის ეშინიათ. და წარმოვიდგინეთ ეხლა აი ესეთ სივრცეში რო ხარ, არსად დასახლება არ არის და აგერ სახლია. და ეს ქალბატონი რომელიც აქ ცხოვრობს, ამ შის გადაძლევს თუ არ გადაძლევს.
ეხლა ადამიანი ძალიან ემოციურია და ფანტაზიების ქვეშ არის და ფანტაზი წიგნი თუ აქვს წაკითხული და კინოები თუ აქვს დანახი. იმ შეგრძნებებიდან გამომდინარე, ნამდვილად ასე გამარტოებული ამ სახში ალბათ არ დარჩება. მაგრამ მეორე მხარეს კაცი რო ხარ, ოჯახი რო გაყარა. შენაც ცხოვრობდე, საქმეს აკეთებ და შენი ცოლის სხვაგან იყოს არ გამოდის. და ალბათ გამომუშავებული აქვს ამ ახალ ქალბატონები და ამის პრობლემა არ აქვს და ასეთ განსაკუთრებულ სახლებში ცხოვრობა. ახლა აგერ ცხოვრობს ერთი და მეორე მეზობელი ეს კიდევ ახლოს არის აქ ცხოვრობს. სხვა სახლი სად არის? გაიხედა გამოიხედა, სად არის სხვა სახლი კიდე შორს. აქ არის კიდევ პრობლემა ალბათ ბავშვების სკოლაში და ბავშვები ხუთი ყოლება, ის ბავშვებიც ალბათ იმ სახლში მარტო იზრდებიან, მაგრამ ეხლა თავისთავად ავტობუსებით ალბათ მიყავს, მაგრამ მაინც ავისებული დისკომფორტი იქნება, მაგრამ ეს დისკომფორტი გადალახულია მაცხოვრებლების მიერ. ასეთ რაიონებში ეს დოლარ ჯენერალი არის ერთ-ერთი სუპერმარკეტი ვით არის, სადაც ძირითადად აქედან იღებენ პროდუქტებს. ცხოვრობდით მეგობრებო ასეთ ადგილებში მარტოდ მიხუჩებულ არის მეზობლები რო შორს აკყავს. მე როგორ ამბობენ გემოვნებაზე არ დავოლებ, კაცია და გუნებაა. ამას რამდენიმე ეს გარაჟი ვით არის. ასეთ სახში მთელი დღე რო ზიხარ, ალბათ ბავშვებიც უფრო რა თქმა უნდა ხა დღევანდელ დღეს კომპიუტერთან არიან მიჯაჭვულები, მაგრამ ციკსაც უფრო ადვილად წაიკითხავ რა. სად ხა ქალაქში ხმაურში, კიცში დრო გეკარგება და აქ ხა რა უნდა გააკეთო? ან ციგნი უნდა წაიკითხო, ან კომპიუტერში უნდა დაუშვი. ერთი პატარა კითხვა მინდა დაგისვათ ერთი კომენტარებიდან გამომდინარე, ასეთი კომენტარი მომივიდა. ბატონო აკაკი, დიდი პატივისცემით, მაგრამ გადახედეთ თქვენ ვიდეოებს და ფაქტურად ერთი და იგივეს იმეორებთ. როგორ ფიქრობთ, უკვე საინტერესოა ჩვენთვის? და დამაფიქრა, იცით ამ ფიქრი, მაგრამ ეხლა კი მე შემიძლია თქვა, რომ კაცო თუ არ კიდე ნუუხურებ, მაგრამ მეორე მხრივ ამ ფორმით რო ვიღებთ ამ მიმდინარე პროცესებს, ეხლა შეიძლება თემა ნამდვილად არ გქონდეს, ეხლა მოუწ სულ თემებზე. არა, თემების მეტი რა არის, მაგრამ ნუ ეხლა ჩვენ არ დაგვავიწყოთ ტრაილერი ძღოლი ვარ და ტრაილერის მუშაობას ვაჩვენებ რა. ფაქტურად ერთი და იგივე მეორდება, ხო, პეიზაჟი, ასე დასახლებები, მინდვრები შტატები და ასე შემდეგ და რისი კითხვა მინდა მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, გავაგრძელოთ ასეთი ჩვენებები? მე კი შეძლებს დაგვაჩენ ფიქრებს კი იზიარეთ რაც მომდის თავში, მაგრამ ამ კომენტარის დამწერმა ისეთი ტონით მითხრა, რომ არ მოგბეს და უგაზო ერთი და იგივე სხვა რაღაცა შემოვთავაზებ.
ეხლა ზოგჯერ არის ხოლმე რომ მეუბნები აი საინტერესო ადგილებში მიდი საინტერესო ადგილებში და ეხლა საინტერესო ადგილებში ასე სპეციალურად ვერსად ვერ მიხვარ. ეხლა მე კი არ ვიმართ ერთად, უბრალოდ ვამბობ იმას რაც არის და ამ ფორმატსაც ვერ შეცვლი ეხლა მანქანით მიყავს ჩვენი საქმე. ეხლა ფაქტობრივად ჩვენ მუშაობ და რა ვიცი როგორ მირჩევთ, გადავიღო ასეთი ვიდეოები თუ დაველოდო სპეციალურ სიტუაციას და მერე გადავიღო. მაგრამ და თქვენ ყველა ჩემმა მაყურებლებმა ყველა მიცით რომ მე ყოველთვის ვცდილობ რაღაცა საინტერესო მომენტი გავიჭირო. მაგრამ არ ხდება ეს ყველაფერი ასე უცბად მოიტყვიან შეკვეთიდან მიმდინარე გამომდინარე პაზაკაზო რა რუსები მოიტყვიან. შეიძლება მართლა მოვაბეზრე თავს ადამიანებს თავი ასეთი ვიდეოებით. ზოგჯერ ახლა ადამიანი რო უყურებს თვითონაც რაღაცა დასკვნა გამოვა აი ამერიკული ოფის რეალობიდან გამომდინარე. ერთ სიტყვით მოკლედ და კონკრეტად ერთ კითხვას დააგისვათ მეგობრებო. აი ამ სტილის ვიდეო გადაღებები მომაბეზრებელი ხო არ არის თქვენთვის? აი თქვენ დამიწერეთ კომენტარებში და მე იქიდან ას გამოვიდა. ეხლა გულახდილად გითხრათ მეც მე ხშირად მithქვავს რომ ჩვენი არხი რაღაც პრობლემების, რაღაცა მიმდინარეობებს, რაღაცა გადაჭრისთვის მომართულია. და ერთ-ერთი მთავარი არსიც არის რაღაცა განწყობის შექმნის. ამ განწყობაზე მე ცოტა ხანში კიდევ ვიდეოში ჩავწერ და ამაზე ვილაპარაკებ, მაგრამ აი ესეთი ვიდეო გადაღებები, რასაც ახლა მე ვაკეთებ ამ ტრაილერის ფანჯიდან ნანახი არ განწყობას ქმნის თუ არ ქმნის. ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა რომ რაღაცნაირად ჩვენი ვიდეოები იყოს დამღლელი, დამხანცველი და ყველაზე უარესი ცუდი განწყობის შემქმნელი. ასია თუ ისია ველოდებით თქვენგან პასუხს. ჩვენ კი გავაგზავნოთ ჩვენი ვიდეო გადაღება და საათი გვაქვს ეს, საათი გვაქვს აბა სავარაუდოდ მაღაზია, ეს ჩვენი ბალახი საკრეჭი. მასალებისგან აწყობენ ხიდებს, მანქანის ხიდებს. აი შემოვედით მითქამ აიოვა, ისურიდან გადავედით, შევედით აიოვაში და ჩვენ დასახლებას ქვია ატლანტა, სადაც უნდა მივიტანოთ ჩვენი ბალახი საკრეჭი მანქანა. ეს სავაჭრო ცენტრი არის, ასეთი წესებია რა, ვარი ხა სოფლები დადიან სახლებში, ნაწილები და არის ასეთ სავაჭრო ცენტრი და იმ სახლებიდან მოდიან და კვირაში ერთხელ იყიდიან, დააგროვებენ თავის პროდუქციას და მერე მიდიან თავის სახლებში. ეს სტილიც არის ასეთი. სოფლის
ვილაპარაკე, ეს პროგრამები აქვთ ამერიკაში, ვინმეს თუ უნდა სოფლის მეურნეობაში დასაქმდეს, ესე მიწებს აძლევენ 10-15 წელი გადასახადს არ გთხოვენ, მოგცემენ მიწას, მოგცემენ პატარა სახლს, მოგცემენ რაღაც ტექნიკას და 10-15 წელი გადასახადს არ გთხოვენ. მაგრამ ეს არის ცოტა იქითაა შტატებში, ნებრასკა და სადაც მონტანა და ესეთ ადგილებში. პატიმრებიც მოდიან, მაგრამ აქეთ უკვე, ახლა ჩვენ აიოვაში ვარ, ეს შტატი უფრო განვითარებულია, მაგრამ თუმცა 100 და 80 და 70 წლის წინ ესე დაასახლეს მოსახლეობა. ამათაც აქვს პროგრამები, მაგრამ ამათ უფრო გართულებული აქვს. ეს უფრო დასახლებული ისინია, და უკვე კი გაძლევენ მიწას, მაგრამ უკვე თავიდანვე გადასახადებს გთხოვენ. იქნა გამომდინარე რა სიტუაცია შტატში. აი მაგალითად ეხლა ნებრასკაში მე მახსოვს ამ პროგრამებით მახსოვს კი არა წაკითხული მაქვს. საერთოდ 150 წელი გადასახადებს არ თხოვდნენ რა. მიწას ურიგებდნენ, მაგრამ გადასახადებს არ თხოვდნენ. მერე მგონი 50 თუ 60 წლის წინ 2% გახდა გადასახადი. ესე იგი წარმოიდგინეთ შენ $1000 თუ გააკეთებდი მთავრობას უხდიდი $20, არა 2%, ხო, $20. არაფერი. მერე ხალხი წამოვიდა და ეხლა უკვე მერე გახდა გადასახადი მგონი 8% და იმ დროს წავიკითხე კიდევ მაინტერესებდა და ეხლა ნებრასკაში გადასახადია 14%. ესე იგი დროთა განმავლობაში ეს იმას ნიშნავს, რომ ნებრასკის შტატი განვითარდა და უკვე მოსახლეობა და შტატის ხელმძღვანელობას აღარ ჭირდება. ასე ვთქვათ. არა, კი ჭირდება, როგორ არ ჭირდება, ნებისმიერ შტატში ჭირდება მომუშავეები, მაგრამ მაინც მოუმატეს. მაგრამ მაგარი შეღავათია, ეხლა მაგალითად ნიუ-იორკში გადასახადი არის 30-32%. ეხლა სადნი 32%, სად 14%. აქედან გამომდინარე ნებრასკა და ასეთი შტატი დღესაც იმსიტველია. თუმცა მოგეხსენება ნებრასკაში ესეთი ბუნებრივი კლიმატი ძალიან მკაცრია და ისეთი მასიურად ხალხი არ მოდის, მაგრამ მაინც მოდის. ჩემი ძველი ვიდეოები ვისაც ახსოვს, ადრე გახსოვთ, ჩვენ ყავდა ერთი. ყავდა კი ეხლაც ყავს. სოხუმელი ახალგაზრდა ბიჭის ოჯახი გადმოსახლდა სამხრეთ დაკოტაში და ეხლა ძალიან კარგად არიან. მესამე შვილი შეეძინა. თავისი მეგობრები წამოიყვანა და დასახლდნენ ჩილოეთ დაკოტაში. მეუთხარი სოხუმი დაბრუნდება, ეუბნები ხოლმე და მაინც აქ ფესვებს ჩადებ მეთქი რა. რაღაცა მე ჩემებურად მეუბნები ხოლმე რომ აი მონომდე ფესვებს აქ გამაგდები მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ ამ ჩვენ მეგობარს არ ჯერა რომ სოხუმი დაბრუნდება და მოფიქრობ დაბრუნდება სოხუმი თუ აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს. მე ისეთი აზრიც არის რომ მეც ხელი აქვს ამაზე ჩაქნეული, მაგრამ ეს არ შეიძლება. ყველაფერი მეცია დამოკიდებული და ჩვენ არ ვიცით რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში ასეთი განწყობით არ უნდა ვიყოთ. ძნელი. მე სოხუმში ვარ გაზრდილი და ნათესავებით ესენი ბევრი ფაქტო წამოსულები არის, ახლა წამოდიან ჩემი ცხოვრება და იქ ცხოვრობს და ამასობაში ახალგაზრდა თაობა იზრდება. ახლა ისეთი თაობა იზრდება, რომ არც სოხუმი იცის რა არის, არც აფხაზეთი იცის რა არის. მაგრამ ისტორიას ახსოვს ბევრი ასეთი მაგალითები, რომ ტერიტორია დაბრუნებულა და სამართალი აღდგენილა და აქედან გამომდინარე ყოველთვის ვიტყვი და არასოდეს არ ვიტყვი, რომ სოხუმი არ დაბრუნდება. სოხუმი დაბრუნდება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. მე ერთი ვიცი, რომ ერი და არა მარტო ერი და ადამიანი როცა შორდება უფალს, მაშინ პრობლემები როდის მატყურობს და
ალბათ რაღაცაშია საქმე, რომ ისი არ მიდის ჩვენ ქვეყანაში. როგორც ჩვენ კურს გაუხარდება და ალბათ ესეც კურსის ასწავლებლად და ჩვენს გასამაგრებლად არის ეს მოვლენილი, მაგრამ რა თქმა უნდა მე მჯერა და სამართალი აღდგება მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა საქართველოში და დაბრუნება კი არა დავით გარიჯიან დაწყებული და ეხლა რომ შეხედო ტერიტორიას კარგავთ, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ და დავანალიზოთ ძალიან რასთან აქვს საქმე. სამწუხაროდ ამ მატერიალურმა ფიქრებმა და ეგრეთ წოდებულმა მეჯღანურმა შურულმა აზროვნებამ ძალიან გაიდგა ფეხი ჩვენ ქვეყანაში და არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. იმედია კი არა ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი და ჩვენ როგორ შევიცვლები და როგორ მოვიმოხმები. თავარია გავაკეთოთ ის ღმერთის სწავლებებიც, ღმერთის ნება გავაკეთოთ და თვითონ ღმერთი დაგვიგვიოს ამას ყველაფერს. ეხლა ამაზე რომ ლაპარაკობ ხოლმე ზოგი რამოს აი ეს ლაპარაკობ აი ამაში უკვე საკუთარ ადამიანს მასე დაგეწყებს ლაპარაკს ეს უკვე ნამდვილად არ არის კარგი. თუმცა ისტორიას რო გადავხედოთ, არაფერი ახალი არ არის, ერთი და იგივე მეორდება. ცუდი და კარგში გადადის, კარგი და ცუდში გადადის. უბრალოდ ჩვენ გონია რომ ჩვენ გარშემო ცუდი რაღაცები ხდება, მაგრამ ესეც ყველაფერი დროებითია. და უბრალოდ ის ოქროს სიტყვები რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო. უბრალოდ იმ მოსულ დროში წვლილი და ჭკვიანური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომლებიც იმ პერიოდში უწევთ, რომლებსაც იმ პერიოდში უწევთ ცხოვრება. მე პირადად ძალიან ბედნიერი ვიქნები ამ თუ გჭირდა არეულ დედამიწაზე და ჩვენ განსაკუთრებით ჩვენ საქართველოში თუ ჩვენმა თაობამ და ადამიანები რომლებიც ეხლა ცხოვრობთ ამ პერიოდში ისეთ კარგ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ საქართველოს იყოს გებიანი, კარგი და იყო დამარჯვებული. მეგობრებო, რა მაგარი იქნება რა ჩვენი გაკეთებული საქმით, რომ ჩვენი მომავალი თაობა იამაყებს და აიწვიან, აი ჩვენი წინაპრები ამაგრები იყვნენ, რა ქვეყანა დაგვიტოვეს და როიამაყებენ ჩვენით რა მაგარი იქნება. შევძლებთ მეგობრებო, ჩემ თავსაც ვეკითხები და ჩვენ თანამემამულეებსაც, რომლებიც ამ პერიოდში ცხოვრობს და ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს და იყოს წარმატებული. მე მაგრამ მინდა და დარწმუნებული ვარ თქვენს გინდათ. ყველაფერი კარგად იქნება. თავარია twini გონება ჩავთოთ და ვიყოთ ჭკვიანები. აბა რამდენი დაგვრჩა ატლანტიკი 34 მილი. ჩვენი პირველი დელივერი იქნება. 4 საათამდე უნდა მოვასოთ, აი მეორე და მესამე არ ვიცი ის 4 საათამდე მუშაობა აქედან რამდენი მაილი იქნება. მეორე და მესამე დელივერზე არ ამგონია დღეს მოვასოთ, მაგრამ პირველი 2 საათია და ზუსტად მაინც კი გავიქეთ 2 საათში. თუმცა ამათ პიროსო გავაკეთებ, ავსგები და მივატყიდი იქანა. შეიძლება მიმიღოთ კიდევაც, გახსოვთ წინა ისვაზე როგორ მიმიმეს საღამოს. ნახოთ. მეგობრებო, ვიქტორინა ხო არ გავათამაშოთ? ასეთი კითხვა დავსვათ. ეხლა ხო გავაკეთებ პირველ დელივერს, მაგრამ მეორე დელივერს დღეს გავაკეთებ, არა, ზუსტად მიმიღებენ თუ არ მიმიღებენ. დღეს. და ფარკი მიგებენ. ეს კი კითხვა ასეთია. მეორე დელივერს დღეს გავაკეთებთ თუ ვერ გავაკეთებთ.
ვინც სწორ პასუხს გასცემს, ის მიიღებს ჩვენგან ჩემ დაწერილ წიგნს 2 ევროს. კითხვა: დღეს მეორე დელივერის გავაკეთებთ თუ არ გავაკეთებთ? აი მოვედით დასახლება ატლანტაში. საუბრობთ რო შევხედო მაღაზიაა და Walmart-იც გქონიათ. Walmart-ი გქონიათ. თუ მეორე დელივერზე ვერ მოვასწარეთ, მოვალ აქა და პროდუქტებს შევიძე. მთელი სოფლის დასახლება ამ მაღაზია ამ Walmart-ში მოდიან. სანამ ის აინთება, წავედით. სანამ აინთება, ეს ჩავიცვი და გადმოწემა რომ მომიწევს, გადმოხტომა რომ მომიწევს ცივად, მალ გავცივდები. აბა სად არის ჩვენი სანსია ქვია მაღაზია, სანსიო თუ რამეს და მაგვარი. დასახლება ატლანტა. ჯორჯიას ატლანტაში არ შეგერიო, ეს არ შეგეშალოთ. აი შეგიძლია რუკაზე შევხედოთ. ატლანტა, აიოვა. ჩვენი მაღაზია. მალე დასახლებასაც დავამთავრებთ. ეს არის ეკლესია იქნება სავარაუდოდ. კათოლიკურია თუ სადაოია? ბაპტისტური. ეხლა ზამთარი რო არის, ცოტა ისე ფერებშია თუ ზამთრში, ეს ყველაფერი გამწვანებულია. სხვა ეფექტია ზამთრში. აი, კიდევ სხვა ეკლესია, რამდენი ეკლესიებია. კიდევ ზამთრილა ეკლესია, ეს თითო დასახლებაში ვარიანტი არის 4-5 ეკლესია რო არ იყოს რა. ამერიკა როგორი ეკლესიური და რელიგიური ქვეყანა იყო და მე ბაიდენმა ვაფშე გააგიჟა. თუმცა ეხლაც არიან, ეხლა გან არ არიან მოწმუნე ადამიანები, მაგრამ ადრე უფრო ბევრი იყო, ადრე 20, 30, 40, 50 წლის წინ. და იმიტომაც იყო ამერიკა წარმატებული და ეხლა აიც მერც რო დაშორდნენ ეს ფაქტია. აი დანადგარებია სოფლის მეურნეობის ეს კომბაინი და აქ სადღაც მოაჩნია. Turn right onto the unpaved road. Southside line. Arriving at 706 Sunnyside Lane on the right. აი შენობა აქ მოვიტანეთ ეს ჩვენი ტრაქტორება არავინ რო არ არის. უცელი ავიღო და დავიწყოთ ზებნა. ჩავერთოთ წვიმანებში.
ვინმე რას ხმაურობს იქ მაგარი. წავიდეთ აბა ღია ნეტავი. ალბათ აქ უნდა გადმოგვიცავთ თუ არ ვიცი. დაკეტილია. არა არის. ჯორჯ, ჩვენ მეორე დელივერი კი მგონი პირველიც პრობლემა შეგვექნება. მანქანა ვიღაცა ღია კარგად ვიღაცა არის. ოკეი, აგერ არის ჩვენი. ასეთ რაღაც არ მოიტანეთ. Saukro, ოპე. Hello. აი და რემონტები თუ გავიდეთ აბა იქით. ასეთ რაღაც არ მოვიტანეთ. გავიდეთ აბა please. აი და ბახარ. ახლა ამხელა მაღაზია ყოფილა და ასეთ რაღაც არ მოვიტანეთ. Hello. მე ესე იგი აქ უნდა მოსულიყავი. ახლა ამან მითხრა მაღაზიის გამყიდველმა. ესე იგი მეწე უნდა დავარტყა ასე შემოვიდე და აი ამაზე უნდა მივაყინო. სადაც უნდა ვიპოვო ეს ადგილი. ესე წვიმანები. აი ესე უნდა მოვაყინო, შემოვიდე და აქ მივაყინო. წავიდე ჯორჯ, ახლა ჩვენ სად როგორც დავარტყათ წრე. ასე უნდა გავიდე. ასე წამოვიდე, ასე და ასე შემოვიდე. ამეთ აქიდანაც შემილია უკანას ვიწამოსო, მარჯვნიდან ცოტა ვიწრო ადგილებია და მარჯვნივ მოტრიალება ძნელი იქნება. აი, წავიდეთ ჯორჯ. აი, იქ არის მოსატრიალებელი. დილობიანები არ ახლა სათვითო დამინახა და გაჩერდა. ზას მithro. აი პროვინციაში სუსონერები არის. აი, უკვე ფორტლიც დააყენა უკვე. მეგობრებო, ვიქტორინა ძალაშია. მეორე იმაზე მოვასწრებ თუ ვერ მოვასწრებ. მოდი შევაყენო ჯერ. ჯერ შევაყენოთ ეს მანქანა და ეხლა მივიდეთ. ეხლა მოგიდათ ყველას გამოშვა, კაცო. მელოდება. ეხლა უნდა დავაყენოთ ისე, რომ ამ შენობას არ დავეჯახოთ. ეხლა ამას აღარ გადავიღებ, მეგობრებო, იმიტომ ხალხი მიყურებს და არ გამოდის, უკვე მელოდებიან დაიდან ჩანს კარგად. მარცხენა შევხედოთ. ზოგჯერ არის ხოლმე რომ აი ესეთ ვიწრო ადგილებში გვიწევს ხოლმე ყოფნა, მაგრამ თავარი ასეთ შემთხვევაში არ ვიჩქაროთ.
ეხლა მივაყენებ ეხლა იმასთან. კარები გავაღოთ. შევამოწმოთ, ყველაფერი ადგილზეა. ეხლა ამას მივაყენებ აი რამზე. მე ის გადმოიტანს. დავაყენოთ ეხლა წავედით. დაბრეცილად დავაყენეთ, აბა ნახოთ. თუ დააყენებს ამ ხაზზე. კი, წავა, ეს არ არის პრობლემა. გადმოტვირთავს. აი უყურეთ მეგობრებო, აი ეს ხაზი არის არასწორად, მაგრამ არ უშავს. ეხლა ეს მოვხსნათ. It's okay, yeah? It's okay? შეამჩნია რომ ვიღებდი და მომარიდა თავი. არ უყარ გადაგები. ცოტა აი პროცესი გადაგებდი. არ უყარ გადაგება და რა უნდა ხარ? ვარ დაუწყე. ალაკი საჭრელი მანქანა. თას ესენი წასაღები იქნება, რამდენი აქვს ამათ კი არ ვიცი ესეც. მოდი ამათ გადაღება არ უყვართ და მოდი ჩვენ ნახოთ მეორე დელივერი რამდენ ესა შორს არის თუ არა. მასობაში ის გადმოტვირთავს ალბათ და ჩვენ ნახოთ მეორე ჩვენი დელივერი რა ადგილას არის, შორს არის აქედან. ჩვენ მეორე ადგილი არის ვერმილიონი საუდაკოტაშია. 117 მაილის გვაჩვენა არ ამგონია. When possible, make a U-turn. 167 მაილი. 167 მაილში 2 საათ ნახევარი გვინდა. ეხლა აქ არის 3 საათი, 2 საათ ნახევარი 3 საათი. ეჭვი მეპარება რომ ღია იყოს, მაგრამ ჩვენ მოვსინჯოთ. ვიქტორინა ხო თამაშობს. ეხლა სწორედ ხო თამაშის პროცესია. მოვასწრებ თუ არა, მაგრამ არ ვიცი. ჩემი აზრით არა, მაგრამ ნუ ჩვენ მაინც წავიდეთ იქითკენ. ოკეი, ეს დაგვიტოვეს. დავიდეთ აბა კავშირ საბუთები ავიღოთ და გადაღებით მაინც არ გვაღებინებ. ერთი სიტყვით ეს გადმოტვირთეთ და წავედით ახლა მეორე დელივერზე. 167 მაილი გვა გასავლელი. 4 საათზე იკეტებია. აქ არის ახლა 3 საათი. 2 საათი და რავი შეიძლება ღია იყოს, არ ვიცი. ვიქტორინა თამაშდება. მოვასწრებთ თუ ვერ მოვასწრებთ? ჩვენ კიდე გავაკეთოთ ჩვენი საქმე, მაინც მისასვლელები ვარ.